ბავშვებო, აბა შემოდით. მოდი ახლა დავითვალოთ, რამდენი ვართ, მოდიცოდნე. აბა დავიწყოთ ახლა. 1 2 3 4 5 ჩემთან ერთად 6 7 8 9. ეხლა აირიეთ ერთმანეთში, აირიეთ. და ეხლა იცით რა ქენით? დაწყვილდით. წყვილები მოძებნეთ. და რამდენი წყვილი გვექნება გავიგოთ. წყვილი რას ნიშნავს? გუგა. აირიეთ, ხო აირიეთ უკვე, ბორჩი, ეხლა წყვილი მოძებნეთ. მერიკო. აბა შენ, მერიკო წყვილი რომელია? თქვენ სამი არ უნდა იყოს, წყვილი რამდენია? წყვილში რამდენი უნდა იყოს? მისმე? წყვილში რამდენი უნდა იყოს? 2. მაშინ 1 ჩაეხსენით. თქვენ სწორად ხართ? ამ ერთი ჩაეხსენია, მაგრამ თქვენ კარგი დაწყვილდია. მას ერთმანეთს არ შენ მერიკოსთან დაწყვილდია და მაშინ ესენი აი, ეხლა რამდენი წყვილი გვაქვს დავითვალოთ? 1 წყვილი. ამ წყვილს რა ქვიათ? გუგა და ნიკა. ეს 1 წყვილი. ეს 2 წყვილი. არავის კარგი მოითმინე. ეს 3 წყვილი. აბა მე-4 წყვილი რომელია თქვენი? ეს მარტო დარჩა. აი რომელებმაც კიდათ ერთმანეთი და მე კენტი დარჩეს, არა უშავს. ვინ დარჩება კენტად? მე. ნიკა არ იტეხავს. არ გინდა კენტა დარჩენა. კეთის უნდა თუ ნიკას დარჩები კენტად. კაი. არა, არ გინდა დარჩეს კენტად. მაშინ კარგი, კეთი დარჩეს კენტად. კეთი წამოდი. რა გიყო? მე დარჩია. მე დარჩია. კაი, აბა ცოტა ხანი წამოდი და კეთი ნახოთ კენტს რა ქვია. ბავშვებო, ყურადღება, ეხლა რა უნდა გასწავლოთ. ესე კაი, 1 წყვილი, დავითვალოთ წყვილები. 1 წყვილი, 2, 3, 4 წყვილი და 1 კენტი. ანუ, რამდენი ცალი 2 გვაქვს? რამდენი ცალი 2 გვაქვს? 1, 2, 3, 4 ცალი 2 პლუს 1. მაშინ რამდენი ცალი 2? 4 ცალი 2 პლუს 1. ანუ ეს არ უნდა დაიკარგოთ. ეს არის კენტი. ანუ წყვილია, როდესაც ჩვენ შევაწყვილეთ, დავაჯგუფებთ თითო ერთად, მაგრამ კენტია, როდესაც მას არ ყავს თავისი მეწყვილე. გასაგებია? კარგი, დასხედით აბა.